მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა აქტიურობისთვის. უკვე 80-მდე ადამიანი გვესწრება და ალბათ ეტაპობრივად კიდევ შემოგვიერთდებიან მონაწილეები და დაინტერესებული ადამიანები. როგორც თქვენთვის ცნობილია, დღევანდელი ვებინარის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარებაში. ვებინარს წარმოგიდგენთ მასწავლებლის სახლი, კონკრეტულად ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა. მე ვიქნები ფასილიტატორი, ამჯერად გახლავართ თამარი საკაძე, პროგრამის კონსულტანტი, მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი და დღეს ჩემი სტუმარია სოფო ნადირაძე, რომელიც გახლავთ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ესეთი ფორმატი გვაქვს დღეს შერჩეული თქვენთვის, მეგობრებო, რომ სოფო გააზიარებს პრეზენტაციას და პრეზენტაციის კვალდაკვალ განიხილავს ყველა იმ თქვენთვის საინტერესო და საჭირო თემას, რომელიც გამოგადგებათ მასწავლებლებს მუშაობის პროცესში, მშობლებს ბავშვებთან, შვილებთან კომუნიკაციის პროცესში. ჩვენი ვებინარი ისეა ორგანიზებული, რომ ის არის გათვლილი, ასე ვთქვათ, როგორც მასწავლებლებზე, ასევე მშობლებზე და ყველა დაინტერესებულ პირზე, რომელიც არის უშუალოდ ჩართული განათლების პროცესებში და ბავშვის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში. აქვე, რადგან უკვე 90 ადამიანზე მეტია ჩვენთან, კიდევ ერთხელ გავაკეთებ ერთ ესეთ განცხადებას, რომ ძვირფასო დამსწრეებო, ამ ეტაპზე თქვენი მიკროფონები და კამერები არის გამორთული. ეს არის ტექნიკური საკითხის გამო, რომ პრეზენტაციის პროცესში არ მოხდეს ტექნიკურად, ვთქვათ, ზედმეტი ხმაურის შემოსვლა და ამან არ შეაფერხოს ჩვენი ვებინარი. მას შემდეგ, რაც პრეზენტაციის ნაწილი, ჩვენი ვებინარის პირველი ნაწილი, რომელიც მოიცავს სოფოს პრეზენტაციას, დასრულდება, გადავალთ უკვე დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმზე. და მაგ დროს უკვე ვებინარის მეორე ნაწილზე, რა თქმა უნდა, თქვენი მიკროფონები ჩაირთვება და თქვენ ხელის აწევის ფუნქციის საშუალებით შეგეძლებათ, რომ ასე ვთქვათ, გამოიჩინოთ ინიციატივა და შემდეგ გააჟღეროთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. ასევე შეგიძლიათ, რომ ეს ჩატი არის ღია, Teams-ის ჩატი ამ ლინკზე და ჩვენი საუბრის პროცესში, სოფოს პრეზენტაციის საუბრის პროცესში შეგიძლიათ, რომ გამოაგზავნოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები ჩატში და ვებინარის მეორე ნაწილზე დაახლოებით 40-50 წუთის შემდეგ ჩვენ გავაჟღერებთ ამ შეკითხვებს და ყველასთვის იქნება პასუხი გაცემული იმ შეკითხვაზე, რაც თქვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთ ნაწილზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ შეკითხვების გამოგზავნის პროცესში აუცილებლად დავიცვათ კონფიდენციალობა. თქვენ შეიძლება გულისხმობდეთ ერთი რომელიმე კონკრეტული მოსწავლის შემთხვევას და შეგიძლიათ, რომ ეს ზოგადად დასვათ ეს შეკითხვა, ზოგადად გამოაგზავნოთ ეს შეკითხვა და რა თქმა უნდა კონკრეტული მოსწავლის ან სკოლის იდენტიფიცირების გარეშე გავაკეთოთ ეს. ასევე მოგახსენოთ, რომ კეთდება ჩანაწერი და ეს ჩანაწერი აიწურთება განათლების ციფრული სახლის ვებ-გვერდზე და გექნებათ შესაძლებლობა, რომ თქვენთვის საინტერესო საკითხებს შემდეგ კიდევ განმეორებით მოусმინოთ, ან ვინც დღეს არ გვესწრება გარკვეული მიზეზების გამო, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩანაწერი ნახონ. ამ ჩანაწერის ლინკს, როგორც კი აიწურთება ის, ამ ჩატშიც მე გამოგიგზავნით. ეს იყო შესავალი, რაც მინდოდა, რომ გამეკეთებინა. დიდი ინტერესით ველოდები სოფოს პრეზენტაციას თქვენთან ერთად, მეც მაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები და შემდეგ უკვე გადავიდეთ დისკუსიაზე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ წარდგენისთვის და ფასილიტაციისთვის და მისალმებისთვის. მივესალმებით ჩვენს აუდიტორიას, რომელიც ელვისებური სისწრაფით იზრდება და
მიხარია რომ ესეთი ინტერესია ჩვენ ამ თემისადმი გამომდინარე იქიდან რომ ანუ სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ეს თემა ვფიქრობ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ მე გაგეცნობით უფრო დეტალურად, მანამდე მინდა ძალიან ესე მოგზალებით გთხოვოთ, რომ ჩატში მოიწეროთ თქვენი იდენტობა. გვესწრებით როგორც მშობელი, თუ გვესწრებით როგორც ენისა და მეტყველების თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი თუ ნებისმიერი სხვა უბრალოდ თავისუფალი დამსწრე ბრძანდებით. ძალიან გთხოვთ, რომ ჩატში მოიწეროთ თუ რა სტატუსით ესწრებით ამ აუდიტორიას, რომ შესაბამისად მე განსაზღვრო დაახლოებით რა მიმართულებით წავიყვანო და გავამახვილე უფრო ყურადღება, ხო? კი ბატონო. მანამდე კი გაგეცნობით მე ვარ სოფია ნადირაძე, როგორც ქალბატონმა თამარმა თქვა, ვარ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი, ბაკალავრის ხარისხით ფსიქოლოგი, ამჟამად კი სწავლობ საჯარო დოქტორანტურაზე საჯარო მმართველობის მიმართულებით ინკლუზიური განათლების ადმინისტრირება არის ჩემი სადოქტორო თეზისი. მოკლედ, ასე ვთქვათ, სკოლის სივრცეში ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში ვტრიალებ მეც და მიხარია რომ ძალიან ბევრი სკოლის სპეციალისტი გვესწრება დღეს. რაც შეეხება პროფესიულ საქმიანობას, ძირითადი სამსახური რაც მოიცავს, ამ შემთხვევაში ვარ განათლების სამინისტროში, მუშაობ მანდატურის ეგრეთ წოდებულ მანდატურის სამსახურში, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების დარღვევების მიმართულებით, სპეციალიზირებული, ასე ვთქვათ, შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი ვარ. ასე ქალბატონ თამარის დაქვემდებარებაში ვარ მასწავლებლის სახლში ინკლუზიური განათლების ტრენერი და ასევე მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია მაგ ჯორჯიაში. ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის არის ცნობილი ეს ორგანიზაცია და უშუალოდ ამ ორგანიზაციაში მაგ ჯორჯიაში ხელმძღვანელობ პროგრამა მშობლის კირს. თუ იცნობთ Facebook-ზე გვერდს მშობლის კივრი, ეს არის რასაც უშუალოდ ხელმძღვანელობ და ასე მუშაობ როგორც კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტი. კი ბატონო, მიხარია რომ ჩვენთან არიან მშობლებიც, გამომდინარე იქიდან რომ ეს პრეზენტაცია იქნება მათთვისაც ძალიან საინტერესო, თეორიული მიმოხილვაც იქნება და პრაქტიკული, ასე ვთქვათ, აღმოჩენებიც, ხო? მაგრამ მინდა დავიწყო ძალიან უშუალოდ, ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივი და ყველასთვის ნაცნობი თემით, ის რომ როდესაც გაჩნდა ბავშვი, ხო? ანუ ყველა ეგ ბავშვი არ იზრდება და არ იბადება პირდაპირ სასკოლო ასაკის და როდესაც იბადება, ვითარდება თითქოს ერთობლივად, მაგრამ თითქოს თანმიმდევრულად, ხო? რას გულისხმობ? ის რომ ბავშვი იბადება, პირველ რიგში რასაც ივითარებს, ეს არის მოტორული განვითარება, ხო? მოწვევთ მაგალითად ხელს ამოძრავებს თუ არა, ფეხს ამოძრავებს თუ არა, მაგრამ ასევე ყველაზე ტკბილი რაც არის ხოლმე, ხო? და ასე ვთქვათ, ყველაზე პირველი რასაც ელის ხოლმე ახალშობილის შობელი, ეს არის ტირილი. რომელიც ესე ყველას ძალიან გვიხარია ხოლმე. სამედიცინო თვალსაზრისით ტირილი სხვა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ როგორც კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტმა მინდა რომ გავამახვილო ყურადღება რას ნიშნავს ტირილი და რას ნიშნავს ტირილი როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა ახალშობილში, ხო? და შემდეგ უკვე განვითარების სხვა ეტაპზე გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კომპონენტი ბავშვის განვითარებაში. ანუ თავიდან რომ მოყვეთ, ფაქტობრივად ბავშვი რომ დაიბადება, ტირის ან სენსორულად ვითარდება, ხო? იმიტომ რომ ჩახუტებას იამოვნებს და ასე შემდეგ, ტირილი გვაგებინებს რა უნდა, როგორ უნდა, მაგალითად შია, წყურია, საფენის გამოცვლა უნდა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაახლოებით 2-3 თვის ასაკში უკვე ვიწყებთ, აი დაახლოებით 40 დღეზე ვიცით ხოლმე საქართველოს კონტექსტში, რომ აი აღუნდა თქვას 2-3 თვის ასაკში ვიცით ხოლმე, რომ აი სოციალური ღიმილით უნდა გვიპასუხოთ, ხო? მაგალითად რომ გავუღიმებთ, უკან ღუღუნით უნდა, ასე ვთქვათ, გვიპასუხოს. კომუნიკაცია აი ამ შემთხვევაში 2-3 თვის ასაკის ასე ვთქვათ, 2-3 თვის ასაკში სოციალურ ღიმილს რასაც ვეძახით სპეციალისტები, ეს არის პირველი წყარო და პირველი, ასე ვთქვათ, ნიშანი იმისა, რომ ბავშვის გონება ვითარდება, ხო? ანუ ფაქტობრივად კომუნიკაციის საწყისი ნაწილი და კომუნიკაცია არის ერთგვარი ხელსაწყო,
და ინსტრუმენტი, რითიც ხვდებით, რომ ძალიან ადრეულ ასაკში, ისეთი როგორიც არის მაგალითად 2-3 კვირა, ხო, ბავშვის გონება იწყებს განვითარებას. და იმ დღეს არის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე და აქვე მინდა ვახსენო, ზუსტად ეს ერთ-ერთი ის საგანგაშო ნიშანი, რაც გვეხმარება ხოლმე სპეციალისტებს და მშობლებს, რომ ამოვიცოთ აუტიზმის ნიშნები ადრეულ ეტაპზე, ეს არის ზუსტად სოციალური ღიმილი, ხო, როდესაც 2-3 თვის ასაკში, უფრო 3 თვის ასაკისკენ ბავშვი არ რეაგირებს სოციალურ ღიმილზე, ხო? დღევანდელ დღესაც რა დაუკავშიროთ. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვა, როგორც წეგან ვახსენე, კომუნიკაცია არის ერთგვარი ხელსაწყო და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შევაფასოთ ბავშვის გონება ვითარდება თუ არა და პროგრესირებს თუ არა ინტელექტუალური თვალსაზრისით. და როგორ მიმდინარეობს ბავშვის ზოგადი განვითარება, ხო? რატო? იმიტომ რომ კომუნიკაცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა მხოლოდ მეტყველების, ასე ვთქვათ, კომპონენტი. აი იმ ელოდება მშობელი ხოლმე ან მასწავლებელი იმას, რომ როდის იტყვის ჩემი შვილი პირველ სიტყვებს, ხო? ან როდის დამიძახებს ჩემი შვილი დედას და ძირითადად მაშინ აქცევენ ხოლმე და მაშინ ადნიჭებენ მნიშვნელობას ბავშვის კომუნიკაციის უნარებს. სინამდვილეში კომუნიკაცია უფრო მეტია, ვიდრე სიტყვების თქმა და დღევანდელი ჩემი სესია ფაქტობრივად დაეთმობა ზუსტად ამის წარმოჩინებას. რატო? იმიტომ რომ კომუნიკაცია და განსაკუთრებით ენობრივი უნარები არის ის უნარები და ის ხელსაწყო, რაც ეხმარება ბავშვს გონებრივ განვითარებაში. და რატო? და როგორ? ხო? თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ აქ ხართ და თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ გესმით და თქვენ იწერებით, ხო, პასუხებს, თქვენ ამას ახორციელებთ ენობრივი, ასე ვთქვათ, უნარების საშუალებით, ხო? მაგალითად, როდესაც ბავშვი ცნობს დედას, ხო? რომ აი ამ მომლეს, ძირთად მომლეს ქვია დედა, როცა აკავშირებს, ხო? ესეც არის ენობრივი, ასე ვთქვათ, უნარები. ფაქტობრივად, ან მაგალითად ჭიქას, რომ ჭიქა ქვია, ხო? წყალი რომ რას ნიშნავს? მაგალითად წყალი მინდა, ბავშვმა რო თქვას, წყალს მიაწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ჩემს სიტყვებს აქ გავლენა ჩემს გარშემო რა მოხდება იმაზე, ხო? ანუ მე ჩემი სიტყვებით შემიძლია დაახლოებით 1 წლის ასაკში ხდება ბავშვი, რომ ჩემი სიტყვებით შემიძლია ვაკონტროლო და გავლენა მოვახდინო ჩემს გარშემო არსებულ ადამიანებზე, ხო? მაგალითად თუ ვიტყვი წყალი მინდა, მშობელი მომაწვის. თუ ვიტყვი რომ მაგალითად ბურთი მინდა, ან ეზოში წავიდეთ, მშობელი შესაბამისად იქცევა, ხო? და შესაბამისად ბავშვი თავიდან კომუნიკაციას, ენას და მეტყველებას იყენებს იმისთვის, რომ ბაზისური საჭიროებები დაიკმაყოფილოს, მაგრამ ზრდასთან ერთად და განვითარებასთან ერთად ფაქტობრივად და ამას ვიძახი ქრონოლოგიური ასაკის მიმართებაში, ხოლო შემდეგ უკვე გადავალ განვითარების ეტაპებისთან მიმართებაში და აუცილებლად ასე ვთქვათ, გავავლებ პარალელს, ხო? და როდესაც იზრდება ბავშვი, ფაქტობრივად კომუნიკაციას, ენასა და მეტყველებას იყენებს უფრო კომპლექსურად, ხო? რისთვის? ფიქრისთვის, სწავლისთვის, სოციალიზაციისთვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ვითარდება შემდეგ უკვე შემეცნებითი უნარები და შემდეგ უკვე ფაქტობრივად კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების გაშუალებით ვითარდება და ყალიბდება იდენტობა და სოციალურ-ემოციური ფაქტობრივად უნარები, ხო? ანუ დაბადების შემდეგ, აი სენსო-მოტორული განვითარების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ფუნდამენტი და ბაზისი შემდგომი უნარების განვითარებისთვის თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის საკომუნიკაციო და ენობრივი უნარები, ხო? რატო? იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად აი სახლის შენებას რო შევადაროთ, ხო? ეს არის კარგი მყარი საძირკველი იმისათვის, რომ მე ზემოდან კედლები დავადგათ, კედლები ავაშენოთ, ფანჯრები და სახურავი და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად არის ბავშვის განვითარების ეტაპებიც. როდესაც საუბრობთ ზოგადად ბავშვის განვითარებაზე და ბავშვის ნებისმიერ, ასე ვთქვათ, სფეროზე, საუბრობთ ორგვარად, ხო? ჩემთან სიჩუმეა, არ ვიცი, ხმები თქვენთან თუ შემოდის, საიდანვე ბოდიში გიხდით, არ ვიცი. კი ბატონო. როდესაც საუბრობთ ბავშვის განვითარების სფეროებზე და განსაკუთრებით კომუნიკაცია და მეტყველების უნარების განვითარების სფეროებზე, საუბრობთ ორგვარად. ერთი, რომ
ქრონოლოგიურ ასაკში, მაგალითად 2 წლის ასაკში რას უნდა აკეთებდეს ბავშვი, 6 წლის ასაკში რას უნდა აკეთებდეს ბავშვი, ხო? მაგალითად 9 წლის ასაკში რა კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარები ქონდეს, ან მეორეს მხრივ განვიხილავთ განვითარების ეტაპებს, ხო? ვივიწყებთ მაგალითად ასაკობრივ ზღვარს, რომელ ასაკში, რამდენი წლის არის და ასე შემდეგ, ხო? განსაკუთრებით ბავშვს აქვს რაიმე ტიპის დიაგნოზი, იქ აღარ განვიხილავთ ასაკობრივ ნორმებს და განვიხილავთ მხოლოდ განვითარების ეტაპებს. განვითარების ეტაპი რას ნიშნავს? რომ კომუნიკაცია ენა მეტყველების, განვითარების, რომელ საფეხურზე ახლა ბავშვი და რა არის შემდეგი საფეხური, რაზეც უნდა გადავიდეს და მე როგორ დავეხმარო აი ამ საფეხურიდან საფეხურზე, ანუ განვითარების ერთი ეტაპიდან განვითარების მეორე ეტაპზე გადასვლაში, ხო? ანუ ფაქტობრივად სულ არის 6 განვითარების ეტაპი კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების განვითარების მიმართულებით. პირველი განვითარების ეტაპი, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე, ეს არის აღმომჩენის ეტაპი. როდესაც ბავშვი აღმოაჩენს ამ შემთხვევაში მოსწავლე, ხო? მაგალითად, მოსწავლე, რომელსაც აქვს აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი, ინტელექტუალური განვითარების სირთულეებთან, ხო, დარღვევებთან ერთად, ხო? ხშირად არის ხოლმე, როდესაც სპეციალისტი იწყებს მუშაობას, ბავშვი მაშინ ხდება აღმომჩენი. აღმომჩენი რას ნიშნავს, რომ და ახლა ამ ეტაპზე ამყარებს თვალის კონტაქტს, ხო? ისწავლა როგორ დამყაროს მაგალითად თვალის კონტაქტი. ისწავლა როგორ მაგალითად ამოიცნოს ადამიანი, განასხვაოს ნაცნობი და უცნობი ადამიანი, გაიღიმოს, ხო? გამოხატოს რაიმე ტიპის რეაქცია გარკვეულ კონტექსტში, გარკვეულ ადამიანებთან, ხო? მაგალითად, რომ უკვე მასწავლებელი ნაცნობია, ან უცნობია და ასე შემდეგ. შემდეგი ეტაპი არის კომუნიკაციის წამომწყები, როდესაც ეს არის ეტაპი, როდესაც მოსწავლე ან ბავშვი ცდილობს, რომ კომუნიკაცია წამოიწყოს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მაგალითად, მოდის და ხელს გკიდებთ და მიყავხართ მაგალითად სამზარეულოში და განიშნებთ, რომ წყალი უნდა, ხო, წყალი წყურია. ან სასკოლო გარემოში მოდის და ხელს კიდევთ და მიყავხართ კარადასთან, რომ რაღაცა ნივთი უნდა, მაგალითად, ან წიგნი, ან სათამაშო, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ზუსტად ის ფაქტობრივად კომუნიკაციის საწყისი ეტაპი, როდესაც ბავშვი ივითარებს ამ კონვენციურ ჟესტებს ვეძახით, ანუ ყველასათვის გასაგებ ბუნებრივ ჟესტებს, ხო? რასაც უნივერსალურ ჟესტებსაც ვეძახით ხოლმე, როდესაც მაგალითად მომე, კარგად, ხო? როდესაც ბავშვი იწყებს მაგალითად კომუნიკაციის ინიციაციას, ანუ ბავშვი არის კომუნიკაციის წამომწყები. ხშირად არის ხოლმე, რომ გააჩნია დიაგნოზი და გააჩნია საჭიროებებს, რაც უჭირთ, მაგალითად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, ეს არის ზუსტად კომუნიკაციის ინიციაცია. ხო? ანუ კომუნიკაციის წამოწყება, ანუ მოტივაცია თუნდაც ის, რომ როგორ განახორციელონ და მეორეს მხრივ როგორ განახორციელონ კომუნიკაციის წამოწყება, ანუ როგორ დაიწყონ კომუნიკაცია, ხშირად არიციან და საჭიროებენ ესე გარეგან დასწავლას. გარეგან ის ვთქვათ ექსპლიციტურ დასწავლას, როგორც სპეციალისტების ენაზე ვამბობთ ხოლმე, ხო? შემდეგ არის უკვე პირველი სიტყვებით მოსაუბრე. როდესაც დაახლოებით ბავშვის ლექსიკონში არის 50 სიტყვა და ამ დროს ბავშვი, რასაც აკეთებს ხოლმე, არის რომ იყენებს ცალკეულ სიტყვებს. მაგალითად, ბურთი, ანუ არ აკავშირებს ამ ეტაპზე, პირველი სიტყვებით მოსაუბრის ეტაპზე, ბავშვი სიტყვებს ერთმანეთთან, მაგრამ ფაქტობრივად მისი ნათქვამი გასაგებია საკომუნიკაციო პარტნიორისთვის. მაგალითად, საკომუნიკაციო პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მასთან ბავშვთან აქვს კომუნიკაცია, ხო? და ბავშვთან აქვს შემხებლობა. და კომუნიკაციის პროცესში არის მისი მოპასუხე. ხო, ეს არის ტერმინის საკომუნიკაციო პარტნიორის განმარტება. პირველი სიტყვებით მოსაუბრის დროს, ფაქტობრივად, როგორც უკვე ვახსენე, დაახლოებით 50 სიტყვა ბავშვის ლექსიკონში, აღარ ამას გულისხმობ, რომ ბავშვს შეუძლია რამენაირად წარმოთქმა, მიხვედრება ან თუნდაც ბარათის ჩვენება. ხო? თუ ბავშვი იყენებს აუგმენტურ და ალტერნატიულ კომუნიკაციის ფორმებს და იყენებს ერთ სიტყვას, ხო, ერთ სიტყვიან წინადადებას, ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ბავშვი არის პირველი სიტყვებით მოსაუბრის
ეტაპზე და რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის რომ ხელი შევუწყოთ მას რომ გახდეს გადავიდეს დამაკავშირებლის ეტაპზე. დამაკავშირებელი რატო ქვია და ესეც ბუნებრივად შერჩეული სიტყვებია განვითარების ეტაპებისთვის. დამაკავშირებელი ეს არის უკვე განვითარების ეტაპი, როდესაც ბავშვი იწყებს სიტყვების დაკავშირებას, ანუ ორ სიტყვიანი წინადადებებით საუბარს. და ორი სიტყვის ერთმანეთზე გადამოს, ხო? მაგალითად ბურთი, მომე, წყალი მინდა. დედა მინდა მომე მაგალითად მანქანა ხო ვუვუ ან პიპია გაჩნია ბავშვი როგორ ამბობს ხო ან მომე პასტა მაგალითად აქვე გავამახვილებ ყურადღებას რომ არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი პირის აპარატს იყენებს მეტყველებისთვის როგორც წეგან მახსენე ბარათებით კომუნიკაციას იყენებს იმისათვის რომ გადმოსცეს თავისი სათქმელი თუ ჟესტურ ენას თუ წერილობით კომუნიკაციას ნებისმიერ შემთხვევაში ენობრივი განვითარება მიყვება აი ამ ეტაპებს. ხოლო ის თუ როგორ გამოხატავს, ხო, რა ფორმით, რას იყენებს სიტყვების გამოსახატავად, ხო? ეს უკვე არის მოდალობა, ანუ ფორმა და ფორმას დიდად არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ანუ არ ვაქცევთ ყურადღებას რას ნიშნავს? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვმა გამოხატოს შინაარსი, ანუ გამოხატოს თავისი სათქმელი და ასევე გაიგოს ჩემი ნათქვამი. რატო? იმიტომ რომ წეგან ვახსენეთ, რომ ფაქტობრივად კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარები არის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელსაწყო, ხო? ერთგვარი ხელსაწყო, უბრალოდ ძირითადი ხელსაწყო, რითიც ვითარდება. რატო? იმიტომ რომ ბავშვი ენის საშუალებით შეიმეცნებს სამყაროს მის გარშემო. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა და რომ შევადარო ფაქტობრივად ენა არის ის კარი ბავშვის გონებასა და სამყაროს შორის, რომელიც ანუ რაც უფრო განვითარდება ენობრივი კომპეტენცია, მით უფრო იღება ეს კარი, ანუ მეტაფორულად და შედარების თრო ვთქვა და მით უფრო ხედავს ბავშვი და აღიქვავს მის გარშემო სამყაროს, მით უფრო შეიმეცნებს, ხო? ის არ არის მარტო დავინახე და ის რომ მარტო წყალი მინდა ვთქვა, ხო? ბავშვი ენას უკვე იყენებს მერე როცა წინადადებებს აკავშირებს და იწყებს მარტივ წინადადებებით მოსაუბრე ხდება, ხო? გადადის შემდეგ ეტაპებზე. მერე უკვე ენას იყენებს შემოქმედებითად. რას ნიშნავს ენის გამოყენება შემოქმედებითად? როდესაც დამაკავშირებელი ხდება და შემდეგ გადადის უკვე მარტივი წინადადებით მოსაუბრეზე, ეს არის განვითარების ეტაპი, როდესაც ბავშვი სწამს კითხვებს. ანუ სწავლობს როგორ დასვას კითხვა, რომ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის მხრიდან გამოხატულია ხოლმე როგორ ამოვიცნოთ ეს ეტაპი, ძალიან ბევრ კითხვას სვავს ისეთ კითხვებს, როგორც არის მაგალითად ეს რა არის? რატომ, როგორ, რა, ანუ ბავშვი იმეორებს კითხვებს, თითქოს ვერ გაიგო, მაგრამ ამ დროს ვერ გაიგო კი არა, უბრალოდ ითხოვს მეტი ინფორმაციის მიწოდებას, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად მარტივი წინადადებით მოსაუბრის ეტაპი არის, როდესაც ბავშვი საუბრობს 3-4 სიტყვიანი წინადადებებით, ხო? როდესაც უკვე თავისუფლად იყენებს ზმნას, არსებით სახელს და მარტივ წინადადებებში ასევე იყენებს ზედსართავ სახელებს, ხო? და თავისუფლად გამოთქვამს მისთვის საჭირო ესე ვთქვათ, მისთვის სასურველ სათქმელს და მისთვის საჭირო სათქმელს, ხო? ეს მარტივი წინადადებებით მოსაუბრე გააჩნია უკვე მერე შეგვიძლია რომ ვთქვათ განვიხილოთ, როდესაც უკვე გადავალ შემდეგ ეტაპებზე. მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი ეს ეტაპი რაც გავიარეთ, ხო? მათ შორის ბოლო ეტაპის კომპლექსური წინადადებებით მოსაუბრე იყოს ფუნქციური. ხო? გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად არის ხოლმე, რომ ბავშვებს აქვთ მეტყველება. მაგალითად ისეთი შემთხვევა რო განვიხილოთ, როდესაც ბავშვი იმეორებს, ეგრეთ წოდებული ექოლალი ახასიათებს, ხო? ბავშვი იმეორებს გრძელ წინადადებასაც კი, მაგრამ ექოლალის დროს ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს არ ესმის ამ გამეორებულის ნათქვამი. მაგრამ ეხლა რო არ დაგაბნიოთ, ამას აუცილებლად მერე კიდევ ერთხელ გავილი. მაგრამ დავაზუსტებ ის, რომ აღმომჩენის ეტაპი იქნება კომუნიკაციის წამომწყები, პირველი სიტყვებით მოსაუბრე, დამაკავშირებელი, მარტივი თუ კომპლექსური წინადადებებით მოსაუბრე, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ორი ასპექტი. ერთი ის, რომ ბავშვის შინაარსი, ხო? რისი თქმა სურს ბავშვს და ასევე ესმის თუ არა ჩვენი ნათქვამის შინაარსი. და მეორე, ფუნქციურია თუ არა ეს ყველაფერი.
ხო? ანუ ერთი არ არის თქმა სურს, მაგრამ ანუ ფუნქციურად იყენებს თუ არა, ანუ ფუნქციურად გამოყენება რას ნიშნავს, რომ გარემო შესაბამისად ადეკვატურად იყენებს თუ არა, თუნდაც იმ ფრაზებს, თუნდაც იმ წინადადებებს, ხო? თუნდაც იმ კომუნიკაციის წამოწყებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატო ვამბობთ ხშირად ხოლმე, რომ აი კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარები, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ და რატო ვამბობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარები და ფუნდამენტური უნარები ბავშვის ზოგადი განვითარებისთვის და განსაკუთრებით გონებრივი უნარების და ასე ვთქვათ განვითარებისთვის, რასაც სპეციალისტების ენაზე ვეძახით ხოლმე კოგნიტურ, ანუ შემეცნებით და აკადემიურ უნარებს, ეს არის ფაქტობრივად ის დიდი პასუხი ამ კითხვაზე არის დიდი კვლევების, ასე ვთქვათ, შედეგები, რაც ამ სფეროში გვაქვს და მინდა რომ დღევანდელი დღეს ისე არ გავიდეთ, რომ არ გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი საკვანძო ფაქტები კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის ისტორიაში, ხო? საიდან წამოვიდა, რომ ეს კომუნიკაცია, ენა, მეტყველება ცალ-ცალკე ტერმინია, ცალ-ცალკე ფენომენია, ერთმანეთზე აქვს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი გავლენა, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე განვიხილავთ ხოლმე, ხო? და რატომ არის, რომ ამას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სკოლაშიც, ხო? გამომდინარე იქიდან, ხო შეიძლებოდა, რომ მაგალითად მეტყველების თერაპევტები ყოფილიყვნენ მხოლოდ, ანუ ასე ვთქვათ, თერაპიულ სივრცეში. რეაბილიტაციის, ადრეული ინტერვენციის სფეროებში და ასე შემდეგ, ხო? და არ შეგვეტანა სკოლაში. ეს ყველაფერი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ანუ კვლევებზე დაფუძნებული მიდგომით, ანუ კვლევების ანალიზით, რომელიც ცხადყოფს, რომ ძალიან დიდი კავშირია, როგორც აქამდე ვისაუბრე, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების და ბავშვის გონებრივი განვითარების, ანუ შემეცნებითი უნარების განვითარების და ასევე აკადემიურ, ანუ წიგნიერების უნარებს შორის, ხო? პირველი რაც მინდა რომ თქვა, ეს არის, რომ დაახლოებით მე-19 საუკუნის დასაწყისი იყო 1825 წელი იყო, როდესაც პირველად იქნა აღწერილი სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ენობრივ განვითარებას, ხო? და რომლებიც არ იყო დაკავშირებული და მაინც არ იყო მოქცეული ინტელექტუალური განვითარების დარღვევის, ასე ვთქვათ, ქვეშ. რატო? იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ძვირფასო მსმენელებო, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ბავშვები, ვინც ვერ მეტყველებდნენ, აბსოლუტურად ყველა აღიქმებოდა, როგორც ადრე ეძახდნენ, გონება ჩამორჩენილს, ხო? ეხლა როზას კანონიშნმერი უკვე უწოდებთ ამას ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ადამიანებად და შესაბამისად მათ და ასე ვთქვათ აღქმა, მათ და მოქმედებები, ხო და შესაბამისად ხარდაჭერის სისტემები, რაც მაშინ არსებობდა, იყო შესაბამისად არა როგორც ენობრივი განვითარების სირთულეების, ან კომუნიკაციური მეტყველების სირთულეების მქონე ადამიანებისადმი მიმართული, არამედ როგორც ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ადამიანებისადმი. ხო, ანუ ფაქტობრივად აღიქვამდნენ როგორც დაბალი გონებრივი განვითარების მქონე ადამიანებად. შესაბამისად, როდესაც ხდებოდა ეს პირველად შემოიტანეს ინტელექტუალური ასე ვთქვათ ტესტები, ხო, ინტელექტის შეფასების ტესტები, აი ამ კატეგორია ადამიანებს, ასე ვთქვათ, ბავშვებს და განსაკუთრებით მოზარდებს ფიზიკურად ვერ აფასებდნენ და ყველას აბსოლუტურად მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულე ჰქონდა, მართლა ჰქონდა თუ არა ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, თუ უბრალოდ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების სირთულეები ჰქონდა, ხო? ყველას ანიჭებდნენ ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვის სტატუსი, იმიტომ რომ მათი შეფასება ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ ცოდნა არ იყო. იმის განსხვავება, თუნდაც რომ კომუნიკაცია ენა მეტყველება სხვა რაღაცა და ინტელექტუალური განვითარება ასევე სულ სხვა რაღაცა, ხო? ფაქტობრივად ჩვენ სფეროში, საგანმანათლებლო სფეროში სამუელ ორტონი არის ის მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც დაგვეხმარა რომ ასე ვთქვათ, დაგვენახა კავშირები ენის ათვისების დარღვევასა და კითხვა-წერის ათვისების სირთულეებს შორის. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაახლოებით მე-20 საუკუნის შუა პერიოდში აღმოჩნდა და დადასტურდა, ასე ვთქვათ, კვლევებით, რომ არსებობს კავშირი, ანუ ბავშვს თუ ენობრივ განვითარების სირთულე აქვს
დიდად სავარაუდოა, რომ მას ასევე ექნება კითხვისა და წერის ათვისების სირთულეები, ხო? აი ზუსტად ამიტომ არის ხოლმე, რომ ენისა და მეტყველების თერაპევტებს ხშირად გვეკითხებიან, რომ აი როდის წავიყვანო ბავშვი ენისა და მეტყველების თერაპევტთან. აი რა ასაკს დაველოდო, ან რა სიმპტომებს დაველოდო, ხო, რა სიმპტომების გამოვლენას. ამიტომ არის ჩვენი პასუხი ყოველთვის ის, რომ ენისა და მეტყველების თერაპევტთან მიყვანის ასაკი ესე რაღაცა დადგენილი არ არის. როგორც კი ეჭვი გაგიჩნდებათ, ხო, როგორც კი ეჭვი გაჩნდება, რომ ბავშვს აქვს რაიმე გამოხატული საჭიროება და სჭირდება სპეციალისტის დახმარება, აუცილებლად რეკომენდირებული რომ კისიერად მივიყვანოთ, ხო? რატო? იმიტომ რომ თავისთავად კომუნიკაციის კვლევებიც ადასტურებს და პრაქტიკაშიც უკვე ფაქტობრივად როგორც კი ეს სფერო საქართველოში წამოიწია და ადრე ვთქვათ ლოგოპედიის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ ამ ორ ვთქვათ სპეციალობას შორისაც განსხვავებას ვიტყვი ცოტა ხანში, როგორც კი ეს სფერო წამოიწია წინ და დავაკვირდით შედეგებს ლონგიტუდურად, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი პრაქტიკიდანაც დადასტურდა ქართულ ბავშვებშიც, რომ ფაქტობრივად კავშირები ენის ათვისების დარღვევასა და კითხვა-წერის ათვისების სირთულეებს შორის არსებობს. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის პრაქტიკული დაკვირვების, ვთქვათ, შედეგებს გიზიარებთ და არა უშუალოდ კვლევის შედეგებს, ხო? მაგრამ მაინც ანუ ქართველი, ვთქვათ, პოპულაციაზეც ძალიან საინტერესო იყო ამ დაკვირვების შედეგების ნახვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც იყო, რომ დაახლოებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში უკვე გამოჩნდა განვითარების ენის დარღვევის კონცეფცია, ანუ ცნება. ინგლისურ ენაზე ვეძახით ხოლმე DLD-ს. ანუ ეს არის როდესაც საუბრობთ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების დარღვევაზე, განვიხილავთ ორ მიმართულებას, რომ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების დარღვევები არის ძირითადი დარღვევა თუ მეორეული დარღვევა. მეორეული დარღვევად განვიხილავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თან ერთვის, ანუ კომორბიდულია, მაგალითად სხვა დიაგნოზთან, მაგალითად აუტისტური სპექტრის აშლილობასთან, ხო? მაგალითად დაუნის სინდრომთან, ან მაგალითად შეიძლება იყოს ნებისმიერ სხვა, ასე ვთქვათ, დარღვევასთან, ხო? ეხლა და დიაგნოზთან, ხო? მაგალითად ეს შეიძლება იყოს ცერებრული დამბლის თანდევი, ასე ვთქვათ, გამოხატულება, ხო? ანუ კომუნიკაცია და მეტყველება შეიძლება იყოს მეორეული დარღვევა. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არც ცერებრული დამბლა აქვს, არც აუტიზმი არ აქვს დადასტურებული, ანუ შეფასებულია, მაგრამ არ დაუდასტურდა, ხო? არც სხვა ტიპის დიაგნოზი აქვს, ხო? აი ამ შემთხვევაში ზუსტად განვითარების ენის დარღვევის, ასე ვთქვათ, დიაგნოზი ისმევა და ზუსტად ეს პირველი ეს ცნება ზუსტად დავიწყეთ უკვე ფაქტობრივად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სფერო თვითონ როგორც პათოლოგია, ხო, როგორც განვითარების მიმართულება იყო ესეც იგივე წინა საუკუნის შუანახევრებში, როდესაც შეიქმნა ფაქტობრივად და გაჩნდა ენის გამოყენების ახალი ცნება. რას გულისხმობს ეს, რომ ფაქტობრივად პირველად გასული საუკუნის შუანახევარში დაფიქრდა, ასე ვთქვათ, მეცნიერთა წრე, რომ ენა კომუნიკაცია და ენა არ არის მხოლოდ ფაქტობრივად მეტყველების გაშუალებით გამოყენება, ანუ ენის კომპეტენცია არ არის მხოლოდ პირთან დაკავშირებული, ანუ ზეპირ სიტყვიერად გადმოცემული, არამედ ზუსტად ეს არის, რომ ენას ვიყენებთ წერილობითი ფორმითაც, ხო? აი მაგალითად ამას ძალიან კარგად მიხვდებიან სპეციალური მასწავლებლები და ინგლისური ენის ან სხვა მეორე ენის, ასე ვთქვათ, მასწავლებლები, ხო? რატო? იმიტომ რომ ძირითადად მეორე ენის ათვისება და ბავშვებში, ასე ვთქვათ, წერის და კითხვის სწავლების დროს ხშირად ვიყენებთ ხოლმე რას? წერას, ხო? იმიტომ რომ ეს ეხმარება ბავშვებს უკეთესად განივითარონ ენობრივი უნარები. ერთია რომ ბავშვი როგორ საუბრობს, მაგრამ მეორეა რომ ბავშვი როგორ გადმოსცემს თავის სათქმელს წერილობითი ფორმით, ხო? აი და ზუსტად ის რომ ასე ვთქვათ, კომუნიკაცია, ენა და მეტყველება მარტო ლაპარაკი არ იყო და ასევე იყო წერილობითი, ასე ვთქვათ, ფორმითაც, ხო, გამოხატული, ანუ წერაშიც კი ვიყენებთ წერის დროსაც ჩვენს კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარებს, აი ეს უკვე მე-20 საუკუნიდან
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე გვაქვს. და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც გვაქვს, როგორც კომუნიკაციის ენისა და მეტყველების მიმართულება, ეს არის ფაქტობრივად ჩომსკის დამსახურება და მინდა რომ ეს რატო გეუბნებით ამ და რატო ვახსახელებ ამ მნიშვნელოვან ადამიანებს, იმიტომ რომ თუ შემთხვევით ან მიზანმიმართულად წაიკითხავთ ამ ადამიანების ნამუშევრებს, ძალიან დაგეხმარებათ თქვენი პროფესიული ფუნქციონირებისას, ხო? ბავშვებთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ სხვანაირად დაგანახებთ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარებს და შესაბამისად ძალიან დიდ გავლენას მოახდენს თქვენს მუშაობას ბავშვებთან მიმართებაში, ხო? როგორ ვიმუშაოთ ბავშვებთან, აი ამაში ძალიან დაგეხმარებათ. და რა გააკეთა ძვირფასმა ჩომსკიმ, ეს იყო რომ შემოიტანა ტრანსფორმაციული წარმოშობის გრამატიკის თეორია. წარმოშობი გრამატიკის თეორია ფაქტობრივად მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც ქნა ეს არის რომ ენა დაშალა მარტივ კომპონენტებად, როგორც არის ფოკუსი არის დიდი სინტაქსიდიდან, სემანტიკიდან გადაიტანა ფაქტობრივად პრაგმატიკაზე და ფონოლოგიაზე, ანუ უფრო ბევრი, ასე ვთქვათ, სტრუქტურა და დეტალი ამოიტანა, ასე ვთქვათ, ზედაპირზე განსახილველად და რამაც ფაქტობრივად საფუძველი დაუდო და ასე ვთქვათ, საძირკველი გახდა იმისა, რომ ეკულიათ მეცნიერებს ბავშვის ენობრივი განვითარების ასპექტები და აი ზუსტად ჩომსკის ამ გრამატიკის თეორიის მერე გვაქვს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ნორმები ან განვითარების ეტაპები, ხო? აი ზუსტად რა ასაკში ან რა განვითარების ეტაპზე ბავშვი რას უნდა აკეთებდეს, აი ჩომსკის ამ ნამუშევრის შემდეგ დავიწყეთ ამაზე ფიქრი. და რა ქნა ფაქტობრივად, როდესაც უკვე შევიმუშავეთ ნორმები და ვიცით განვითარების ეტაპები, უფრო ადვილია და მარტივად ხვდებით ხოლმე, რომ რა არ არის, ანუ ბავშვის რომელი უნარი არ ჯდება ნორმის ფარგლებში და უფრო მარტივად ხვდებით ხოლმე, რომ რაში დავეხმაროთ ბავშვს, ხო? როგორ გადაითარგმნა ეს, ესე ვთქვათ, მინდა რომ გავადიდო იმისათვის, რომ უკეთ დაგანახოთ არჩას, მაგრამ არა უშავს. როგორ გადაითარგმნა ეს ყველაფერი თეორიებში, ხო? ნახეთ, ანუ გაჩნია რომელი ლიტერატურას წაიკითხავს და რომელიც, ასე ვთქვათ, სკოლის მიმდევრებს, ასე ვთქვათ, მიემხრობით, ხო? მაგრამ ყველა აქ მოცემული, ასე ვთქვათ, გამოსახულება ერთი და იგივეს ბავშვის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარებს, ის თუ რა უნარები უნდა ქონდეს ბავშვს, რომ იფუნქციონიროს, ხო? აი იმას ასახავს. ხო? მაგალითად აი ეს, როდესაც უყურებთ აი ამ პირამიდას, ეს არის ვიზუალური, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოება, რომელიც ასახავს ბავშვის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების განვითარების თავისებურებებს, ხო? ძლიერი ვითარდება კომუნიკაცია, ანუ ყველაფრის ბაზისი არის კომუნიკაცია და საკომუნიკაციო უნარები, რაზეც მერე შენდება ენობრივი უნარები და ბოლოს არის უკვე მეტყველება. ოღონდ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად განმარტოთ, რომ რა კომპონენტებს მოიცავს კომუნიკაცია, რა კომპონენტებს მოიცავს ენა და რა კომპონენტებს მოიცავს მეტყველება, ხო? კომუნიკაცია, ანუ სოციალურ ფსიქოლოგიაში და სოციოლოგიაში ვიცით, რომ კომუნიკაცია არის ვერბალური და არავერბალური და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ცოტა ხნით მინდა გთხოვოთ, რომ ცოტა გვერდზე გადადოთ, იმიტომ რომ სოციალურ ფსიქოლოგიიდან არა, ეხლა მინდა რომ შეგახედოთ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის პერსპექტივიდან. კომუნიკაცია ჩვენ განვიხილავთ ორ ასპექტში. კომუნიკაცია სოციალიზაციისთვის, ანუ საკომუნიკაციო უნარები, რომელიც მე მჭირდება ადამიანებთან ურთიერთობისთვის და საკომუნიკაციო უნარები, რომელიც მე მჭირდება შემეცნებითი უნარებისთვის, ანუ კოგნიტური კომუნიკაციას ვეძახით მეორენაირად. და რას გულისხმობს ეს? კომუნიკაცია სოციალიზაციისთვის, ანუ სოციალიზაციის მიზნით, ხო, საკომუნიკაციო უნარები, რომელიც მე მეხმარება, რომ ხალხთან დავამყარო კომუნიკაცია, ინტერაქციაში შევიდე მაგალითად ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ასე შემდეგ, თანამშრომლებთან და ასე შემდეგ, ხო? ან მოსწავლების შემთხვევაში კომუნიკაცია დავამყარო ფაქტობრივად თანატოლებთან, მასწავლებელთან, ინდივიდუალურ ასისტენტთან და ასე შემდეგ და კოგნიცია, ანუ საკომუნიკაციო უნარები, შემეცნებითი უნარებისთვის ეს არის სხვანაირად რომ ვთქვათ, უფრო მარტივ ენაზე, ეს არის საკომუნიკაციო უნარები სწავლისთვის, ხო? ანუ ფაქტობრივად აქ შემოდის კომუნიკაციაში შემეცნებითი უნარების მხრივ ბავშვს რა შეუძლია, ხო? მაგალითად, როგორ შეუძლია გამახვილოს ყურადღება
და როგორ შეუძლია აღქმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ამაზე მეტად დეტალს აღარ ჩავგმოვდები. სამწუხაროდ ეს პირამიდა არ ჩანს, მაგრამ მე აუცილებლად ვეცდები რომ გაგიზიაროთ მეორენაირად რომ დაინახოთ აუცილებლად, სადაც დეტალურად არის ჩაშლილი უნარები, ხო? აი, ენობრივ კომპონენტში რასაც გულისხმობთ ხოლმე ენისა და მეტყველების თერაპევტები, ეს არის ორი მიმართულება აქაც, რეცეპტული და ექსპრესიული. რეცეპტული ენა, გამომდინარე იქიდან რომ ხშირად არის ხოლმე, რომ რეცეპტულ მეტყველებას იყენებენ ხოლმე ტერმინად, ხო? არა, რეცეპტული და ექსპრესიული არის ენის შემადგენელი კომპონენტები, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ენა მოიხსენიოთ ხოლმე, ხო? და რას გულისხმობს რეცეპტული ენა? ეს არის, როდესაც ბავშვს ესმის სხვათა ნათქვამის, მოსმენილის, წაკითხulis შინაარსი. ხო? გამომდინარე იქიდან რომ მარტო სოციალიზაციის მიზნით არ ვსაუბრობთ კომუნიკაციაზე დღევანდელ შეხვედრაზე, ხო? იმიტომ რომ სასკოლო გარემოში მოსწავლის საკომუნიკაციო უნარების და ენობრივი უნარების ხელშეწყობაზე ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეცეპტული ენა განვიხილოთ არა მარტო სხვისი ნათქვამის, მოსმენილის გააზრებაზე, ხო? შინაარსის გაგებაზე, არამედ რეცეპტულ ენაში იგულისხმება ასევე წაკითხulis შინაარსის გაგებაც, ხო? აი აქ სპეცპედაგოგებს გექნებათ, ასე ვთქვათ, იმედი მაქვს, რომ გექნებათ რაღაცა ინსაიტის მომენტი, ხო? რომ სად არის თქვენი კვეთა ფაქტობრივად ენისა და მეტყველების თერაპევტთან და სად არის მაგალითად დისლექსიის შემთხვევაში, ხო? კითხვის უნარის ათვისების სირთულის შემთხვევაში, აი სად არის თანაგადაკვეთის წერტილი ბავშვის, ასე ვთქვათ, ბავშვთან როგორც სპეცპედაგოგის მხრიდან, ასევე ენისა და მეტყველების თერაპევტის მხრიდან, ხო? აი ეს არის ზუსტად ენობრივი კომპეტენცია, ხო? რეცეპტული ენის მიმართულებით ფაქტობრივად ბავშვს უნდა შეეძლოს, აი რასაც აქ ვთქვათ, ერთის მხრივ სემანტი, ანუ ვთქვათ, სიტყვების, ცნებების, ხო? წაკითხulis გაგება, ანუ ლექსიკონის გაგება ფაქტობრივად თავისი, ასე ვთქვათ, კონტექსტის გათვალისწინებით და ნათქვამი, ასე ვთქვათ, მიღებული ფორმის გათვალისწინებით. ხო, ანუ რაც ფაქტობრივად ზედა მარცხენა კუთხეში მოცემული გვაქვს პრაგმატიკა, შინაარსი და ფორმა და ფაქტობრივად აი ეს ენის კომპონენტებია, რომელიც აი ესე აისახება, ხო? ფაქტობრივად რეცეპტულ ენაში კიდევ ერთხელ მინდა გამიმეორო, იმიტომ რომ ეს ხშირად პრაქტიკაში ძალიან გადამწყვეტი ნიუანსია ამის გააზრება, ხო, ესე თვალსაჩინოდ გამოტანა, რომ რეცეპტული ენა არის ზუსტად ის განსაკუთრებით რეცეპტულ ენაში ფონოლოგიური გადამუშავების უნარების განვითარება, რაც მერე ბავშვს ხელს უწყობს კითხვის უნარის ათვისებაში, მაგალითად სიტყვის დეკოდირებაში, ხო, მაგალითად ასო-ასოს წაკითხulis გამთლიანებაში, შემდეგ უკვე მარცვლების გამთლიანებაში სიტყვების ამოკითხვა და წინადადებების გამთლიანება, მეკრე უკვე აბზაცება და აბზაცებიდან აზრის გამოტანა, ხო? ან თვითონ წინადადებებიდან და სიტყვიდან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ექსპრესიული ენა, რასაც გულისხმობს, ეს არის ფაქტობრივად, რომ ბავშვს შეუძლია სათქმელის ფორმირება. ოღონდ წარმოთქმა არა. ფორმირება არის ფაქტობრივად ისევ თავის ტვინში, იმ უბანში, სადაც ფაქტობრივად რეცეპტული ენის ფუნქციონირება მიმდინარეობს, აი ზუსტად იქ ფაქტობრივად ჩემი სათქმელის დაგეგმარების უნარი თუ მაქვს. და ამაზე გავამახვილებ ყურადღებას, რატომ არ არის ექსპრესიული ენა წარმოთქმა პირის აპარატით და რატომ არის ეს თავის ტვინში ლინგვისტური წესების მიხედვით წინადადებების აწყობა, ხო? ანუ ჩემი სათქმელის ასე ვთქვათ, აწყობა, ფორმირება. აი ეს არის ექსპრესიული ენა. და ეხლა გავარკვევთ რატო. იმიტომ რომ მეტყველება, აი რასაც ჩვენ მეტყველებას ვეძახით ხოლმე, არის რეალურად პირამიდის ეტაპს წავშლი. ყველა ხაზებს რო დანარჩენმა არ დაგაბნიათ. მეტყველების ნაწილი, რაცაც ჩვენ ვეძახით, რეალურად მოიცავს სამ კომპონენტს. ეს არის არტიკულაცია, მაგალითად ბავშვს როგორ შეუძლია ბგერების წარმოთქმა, ხმა, ანუ ბავშვს თუ აქვს შეუძლია ხმის მართვა და შესაბამისი რესურსი აქვს ხმის რომ იმეტყველოს, ხო? მაგალითად ხმის დარღვევებია, არტიკულაციის დარღვევებში რაც გვხვდება ხოლმე სკოლაში, ეს არის მაგალითად რ და ლ-ს ურევენ ბავშვები შიშინა ბგერებს და ასე შემდეგ, ხო? და დაბმულობა, მოქნილობა თუ ვთქვათ ბავშვს შეუძლია თუ არა ესე გაბმულად მოქნილად იმეტყველოს, ხო? თუ არ შეუძლია, მაგალითად სკოლაში რო ხვდებით ხოლმე ენაბორძიკს, ხო? ენაბორძიკის ასე ვთქვათ ადრე რაც მოიხსენებოდა ხოლმე ენაბლუობად, ლოგონერვოზად, ხო? დღეს ქვია ფაქტობრივად ენაბორძიკი, რაც
ენისა და მეტყველების თერაპევტების ენაზე ეს არის ფაქტობრივად ენის მოქნილობა, ხო? გაბმულობა, მეტყველების მოქნილობა, ან მეტყველების გაბმულობა, ან ენობრივი მოქნილობა, ხო? რეალურად აი სად არის ძირითადად აღრევა ხოლმე, ეს არის ექსპრესიულ ენასა და მეტყველებას შორის. რომ მეტყველებას ექსპრესიულ ენას ვეძახით ხოლმე მეტყველებას, ანუ არტიკულაცია და სათქმელის ფორმირება, ასე ვთქვათ, გვერევა ხოლმე. და რას იწვევს ეს? მე იმას იწვევს, რომ ბავშვთან არასწორად მუშაობთ. ხო, რეალურად ბავშვს არ შეუძლია თავის ტვინში ლინგვისტური, მშობლიური ენა იქნება თუ რომელ ენაზეც საუბრობს, ხო? იმ ენაზე ლინგვისტური, ასე ვთქვათ, წესების მიხედვით წინადადების აწყობა და რეალურად ჩვენ მუშაობთ ხოლმე აი აქ მეტყველება წარმოთქვი, მაგალითად ბ, გ და ასე შემდეგ, ხო? ან სად ვირევით ხოლმე გამომდინარე იქიდან რომ ეს კომპონენტები აი ეს ზუსტად სამკუთხედი ხო პირამიდა რომ საფუძველია კომუნიკაცია ხო აი მშობლებისთვისაც ძალიან მინდა რომ გავამახვილო ყურადღება რომ საფუძველი არის პირველ რიგში მესმის რომ ყველას გვინდა რომ ბავშვმა იმეტყველოს მაგრამ იმ კითხვის ნაცვლად რომ როდის დაიწყებს ჩემი შვილი მეტყველებას ანუ როდის წარმოთქვას პირველ სიტყვებს აი მაგ კითხვამდე ეკითხვა გააჩერეთ და ცოტა უკან დაბრუნდით ძალიან გთხოვთ და დასვით კითხვა შეუძლიათ თუ არა ჩემს ბავშვს კომუნიკაციის უნარები აქვს თუ არა იმისათვის რომ თანატოლებთან ან ზრდასრულებთან შევიდეს ასე ვთქვათ კომუნიკაციაში ხო ეს მშობლის პერსპექტივიდან ხოლო ენისა და მეტყველების თერაპევტი ან სპეცპედაგოგი თუ ბრძანდებით დასვით იგივე კითხვა აღოთ თქვენს მოსწავლეზე ხო შეუძლიათ თუ არა ბავშვს კომუნიკაციის დამყარება თანატოლებთან ან ზრდასრულებთან ასევე იყენებს თუ არა ბავშვი კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარებს სწავლისთვის ხო მაგალითად ფიქრისთვის მაგალითად ახალი იდეების გენერირებისთვის და ასე შემდეგ მე რამდენად ესმის ჩემ შვილს ჩემი ნათქვამი ხო ხშირად ესე ვეკითხებით ხოლმე სპეციალისტები ესმის თუ არა თქვენი ინსტრუქციები ხო ან თქვენი მითითებები ასრულებს თუ არა და ასე შემდეგ ხო აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ რამდენად შეუძლია გონებაში დააწყოს თავისი სათქმელი ზოგი ბავშვი არის ის რომ გამომდინარე იქიდან რომ გონებაში ლინგვისტური წესების თვალსაზრისით ვერ აწყობს წინადადებას მე ვერც გამოხატავს და რო ვერ გამოხატავს მე ეს იწვევს ემოციურ გადაწვას ეგრეთ წოდებულ ფრუსტრაციას რასაც ვეძახით და ფრუსტრაცია მე თავისთავად იწვევს ხოლმე ქცევების არევას ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იმის გამო რომ რაღაცაშემ თუ რიგ შემთხვევებში ბავშვის ექსპრესიული ენა განვითარებული არ არის შესაბამისად ბავშვს შესაძლოა კონდეს რთული ქცევები ან ბავშვს შესაძლოა ავლენდეს რთულ ქცევებსაც ამიტომ რთული ქცევა არ უნდა აღვიქვათ ისე რომ ბავშვი აგრესიულ ქცევას ავლენს ან მაინც და მაინც ჰიპერაქტიულია და ასე შემდეგ როგორც ვიცით ხოლმე ხო ეს პირველადი სიმპტომების აღწერა არამედ ის რომ ესეთი კითხვა უნდა დავსვათ რომ აი ამ რთული ქცევის გამოვლენით ბავშვი რაიმე ფარულ მესიჯს ხوار მიგზავნის ანუ ან სხვა სიტყვებით რომ თქვა უფრო გასაგები რომ იყოს ეს რთული ქცევა ხო ხომ არ არის კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმა ანუ ის ფორმა ხო არ არის ერთადერთი ფორმა რაც ბავშვს აქვს რითიც გამოხატავს და მანიშნებს რომ რაღაცა მინდა აი ხარ წარმოიდგინოთ თქვენ რომ ჩინეთში გაგიშვათ თქვენი ენა არიციან ხო რასეუბნებით ვერ გიგებენ ჟესტებით ანიშნებთ და ვერ ხვდებიან და ცდილობთ რომ მაგასაც ტუალეტი იპოვოთ ხო ან რაღაცა ისეთი ბაზისური საჭიროება რაც ხშირად ბავშვებს სჭირდებათ ხოლმე ან რაღაცა გტკივათ ხო და ვერ გვაგებინებენ ასე დროს რა განცდა გექნებათ რა თქმა უნდა თქვენს ემოციურად გადაიწვევით და დაიწყეთ აბსოლუტურად ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენებას რომ გააგებინოთ თუ რა გინდათ რაც გაქვთ ხო და პირველ რიგში რა გაქვთ ეს არის რომ ემოციებს გამოხატავთ და გამოხატავთ თქვენი ქცევით ხო იმიტომ რომ ან მაგალითად აყვირდებით მაგალითად დაიწყებთ რაღაცა ტირილს ან დაიწყებთ ვიღაცის ცემას ან საკუთარი თავის დაზიანებას ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო იმისათვის რომ სხვა მიხვდეს რომ რა გინდათ აი ეს არის ზუსტად იგივე მომენტი ხო როდესაც ბავშვებთან აქვს ფაქტობრივად შემდეგ უკვე არტიკულაციის სირთულები ეს არის ძალიან მარტივად თვალშისაცემი
ხო? რომ ბავშვს უჭირს გერების სწორად წარმოთქმა და ამ შემთხვევაში აი ზუსტად ადრე რა განსხვავება ენისა და მეტყველების კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტს შორის და ლოგოპედს შორის ის იყო, რომ ლოგოპედიური მიდგომა ძირითადად აი ამ მეტყველების კომპონენტებზე ამახვილებდა ყურადღებას და კომუნიკაცია ენა მეტყველებას არ განიხილავდა ჰოლისტურად. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მაგალითად აუტიზმის ტურის სპექტრის მქონე ბავშვი თუ მივიდოდა ლოგოპედთან, ძირითადად აქცენტი კეთდებოდა მაინც არტიკულაციაზე, რომ აუტიზმის სპექტრის დროს ბავშვს გამოეთქვა დიაგნოზის ქვეშ მნიშვნელოვანი იყო, რომ ლოგოპედთან გამოეთქვა ბავშვს, მაგალითად, არ ვიცი, დედა, ან ნებისმიერი მარცვალი და მე წინადადებებზე გადასულიყვნენ, როცა დიაგნოზი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ბავშვს კომუნიკაციის უნარები არ აქვს, უჭირს ენობრივი, ანუ ზოგადად კომუნიკაციის სოციალიზაციის მიზნით გამოყენება, ბავშვს უჭირს კომუნიკაციის სწავლის მიზნით გამოყენება, საკომუნიკაციო უნარების, ასევე ბავშვს უჭირს ენობრივი განვითარება და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ნახეთ, ფაქტობრივად სახლის შენება რო დაიწყოთ ფანჯრებიდან ან სახურავიდან, აი დაახლოებით მაგას გავდა, ხო? რატო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა ლოგოპედებს რაიმე რას ვთქვათ ნეგატიურს ვამბობ, ხო? არა, უბრალოდ მაშინ ცოდნა არ იყო ამდენი, ან საქართველოში არ იყო ამდენი ცოდნა, მოდი ეს სწორად რო ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ სოფლიოში ცოდნა არის, იმიტომ რომ როგორც ნახეთ უკვე კვლევები 1800-იანი წლებიდან არის, უბრალოდ საქართველოში არ იყო შემოღწეული და რა ცოდნაც იყო, იმ ცოდნით ფუნქციონირებდნენ სპეციალისტები. მაგრამ დღესდღეობით აი ამ ვებინარების, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრენინგები და ასე შემდეგ, ეს ცოდნა უკვე ხელმისაწვდომია. ამიტომ თუ მუშაობდით ადრე ლოგოპედად, ხო? მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტები ახალი ცოდნა დანერგოთ თქვენს პრაქტიკაში, ხო? თუ ხართ მშობელი, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ, რომ რას მიაქციოთ ყურადღება კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტთან, რომ მიიყვანთ ბავშვს, ხო? თუ ხართ მაგალითად სპეცპედაგოგი, იცოდეთ, რომ როდის მიმართოთ ენისა და მეტყველების თერაპევტს მხარდაჭერისთვის, ხო? და განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ სკოლის ენისა და მეტყველების თერაპევტის მხარდაჭერა და ჩართულებაზე, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ მათი ფუნქცია მოვალეობები, ხო? პირველი ის არის, რომ პირველი რასაც ვაკეთებ და რასაც ვაქცევთ თერაპიაში, არ აქვს მნიშვნელობა რომელი თერაპიას ვატარებთ ხოლმე და რომელი სპეციალისტი ვართ, ხო, რომელი სფეროს სპეციალისტი, ეთიკის პრინციპების დაცვით მუშაობის განხორციელება, ხო? ეს არის პირველი და ამოსავალი. ეთიკის პრინციპები თავის თავში რას გულისხმობს, რომ არამნო პრინციპი არის პირველი, ანუ არ დააზიანო, ხო? ან ფიზიკური ზიანი თუ ემოციური ზიანი არ აქვს მნიშვნელობა, ზიანია, ხო? აი მაგალითად როგორც არის თუნდაც სახის მასაჟები, ხო? რომელიც ბავშვს არ შეამონებს და ვიცით რომ რაღაცა გარკვეულ, რაღაცა მხოლოდ გარკვეულ რაღაცა შემთხვევებში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ეგეც ეთიკის ნორმების დაცვით და თანამედროვე მიდგომებით, ხო? და არა ის რომ მაგალითად სხვადასხვა რაც ვთქვათ, არ ვიცი, ეხლა იყო წინა კვირა ზუსტად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს მასაჟებს უკეთებდნენ, ხო? ასევე როცა მაგალითად სპასტიკაა და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ არამნო პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ზიანი არ მივაყენოთ ერთი, როგორც ფიზიკური, ისე ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური, ხო, და ემოციური და მეორე რაც არის ის, რომ აი ეთიკის პრინციპებში რასაც მინდა რომ აუცილებლად სპეციალისტებმა და მშობლებმა იცოდნენ, ეს არის რომ დრო არ დავაკარბინო. ყველაფერი მეც სწავლობ, ხო, იმიტომ რომ ეს პროფესია ახალია, მაგრამ თუ ხვდები, რომ მივიღე ბავშვი, ხო, ვემსახურები, ასე ვთქვათ, სერვისს ვაწვდი მოსწავლეს ბავშვს, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? და ხვდები, რომ პროგრესი არ მაქვს, ერთი რაც უნდა გავაკეთო არის ის, რომ მე თვითონ ჩავუჯდე ახალ მიდგომებს, ახალ ცოდნას და გავიღრმაო ცოდნა იმ ბავშვის საჭიროებებთან მიმართებაში და ასე ვთქვათ, პროგრესი მე თვითონვე დავინახო, რომ ბავშვს აქვს და თუ პროგრესი არ მაქვს, აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ის ოქროს ძვირფასი დრო რაც არის, ხო? ეს რაც განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, ხო, დაბალ ასაკში რაც არის მნიშვნელოვანი, არ დავაკარგვინოთ ჩვენთან ასე ვთქვათ, დროის გაყვანაში. ხო? და გადავამისამართოთ სხვა სპეციალისტთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოქროს ეთიკის პრინციპები, ხო? რაც შეეხება სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტს, მუშაობს აბსოლუტურად ნებისმიერ მოსწავლეთან დაწყებული, ასე ვთქვათ, დაწყებითი საფეხურიდან დამთავრებული მე-12 კლასის ჩათვლით, ხო? მუშაობს აბსოლუტურად ყველა საჭიროების მქონე მოსწავლესთან და რაც მთავარია, რა განსხვავებაა თერაპიულ ენისა და მეტყველების თერაპევტთან, ანუ მაგალითად სოციალურ სერვისებში მომუშავე ენისა და მეტყველების თერაპევტსა და სკოლის ენისა და მეტყველების თერაპევტს შორის, ეს არის რომ აუცილებლად მუშაობს ისეთ მიზნებზე,
რომლებიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო მიზნების მიღწევას, ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ციგნიერების უნარების განვითარებას. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იქნებოდა რიგითი ენისა და მეტყველების თერაპევტი, ხო, რიგით გულისხმობ ამ სკოლის გარე ენისა და მეტყველების თერაპევტი, ხო? და რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის რომ წეგან დასაწყისში ვთქვით, რომ კომუნიკაცია ენა მეტყველება არის ფაქტობრივად ფუნდამენტური უნარი, ხო? რაც მე საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანთან ურთიერთობა დავამყაროთ და ასევე ვისწავლოთ. ენისა და მეტყველების თერაპევტიც არის ამოსავალი სპეციალისტი სკოლაში, რომელიც არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის, ასე ვთქვათ, მთავარი წევრი, განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის ან ისეთი დიაგნოზის დროს, როდესაც ბავშვს მკვეთრად გამოვლენილი კომპლექსური საკომუნიკაციო საჭიროებები და საჭიროებს, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის ალტერნატიულ ფორმებს. რას გულისხმობ ახლა ეს? ბავშვი, როდესაც არ იყენებს ტრადიციულ ფორმას კომუნიკაციისთვის, ხო, ანუ პირის აპარატს, ორალურ აპარატს კომუნიკაციისთვის, ან იყენებს სხვა სახის რაღაცა ფორმებს, ხო, მაგალითად ჟესტი იქნება, ეს ბარათებით კომუნიკაცია იქნება თუ არგუმენტაცია, ანუ კომუნიკაციის გამაძლიერებელი ნებისმიერი საშუალება, ხო? ან თუნდაც ნებისმიერი ბუნებრივი ჟესტი, ეს არის წამყვანი. ანუ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში კომუნიკაციის თერაპევტი არის ფაქტობრივად ხარაჩო, როგორც მოსწავლისთვის, ისე ყველა მასწავლებლისთვის. მოსწავლეს აკვირდება და აფასებს და შეისწავლის, რომ როგორ კომუნიცირებს მოსწავლე, როგორ სწავლობს მოსწავლე, ანუ რა ფორმით ამყარებს კომუნიკაციას და ამას აწვდის ფაქტობრივად საგნის ყველა მასწავლებელს, რომ საგნის ყველა მასწავლებელმა როგორ ასწავლოს, რა ფორმით დაამყაროს კომუნიკაცია მოსწავლესთან და როგორ ასწავლოს, ხო? ხშირად არის ხოლმე რა ენისა და მეტყველების თერაპევტების მუშაობა ხდება მხოლოდ რაღაცა რესურს ოთახში, რომ ცალკე გაიყვანენ და მუშაობენ. კი, ესეც არის ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი ნაწილი ეს არის, რომ ბავშვი შეისწავლო, ანუ შეაფასო, მე ეს ცოდნა და ინფორმაცია გადასცეს საგნის მასწავლებლებს, ხო? და ეს ყველაფერი პროცესში გამოიყენოთ, ხო? ანუ უზრუნველყო და ეს ყველაფერი პროცესში გამოყენებული იყოს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე კიდე რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს შეიძლება ძალიან ბევრი მოსკოთ საჭიროება ქონდეს, ხო, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების მიმართულებით, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ბავშვი შეაფასოს, ბავშვის საკომუნიკაციო უნარები შეაფასოს და პრიორიტეტული საჭიროება გამოკვეთოს, ხო? პრიორიტეტული საჭიროება ეს არის ფაქტობრივად ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ბავშვს, ხო? ბავშვს თუ თანატოლებთან ურთიერთობა, ბავშვს თუ თანატოლებთან, მაგალითად მასწავლებელთან ურთიერთობა უჭირს, ხო? იქ ზედმეტია საუბარი აკადემიურ მიღწევებზე. რატო? ანუ იმიტომ რომ თავისთავად სკოლას აქვს ორი ფუნქცია, ერთი ის რომ სოციალიზაციაში დაეხმაროს მოსწავლეს და მეორე აკადემიური, ასე ვთქვათ, განვითარებისთვის, ხო? ანუ ფაქტობრივად ორივეც ერთად კი მოამზადოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. თუნდაც რომ ცოდნა მისცეს, მაგრამ სოციალიზაციაში ვერ დაეხმაროს, ხო? ფაქტობრივად ის ცოდნა გამოუყენებელი რჩება, იმიტომ რომ რატო ბავშვმა უნდა შეძლოს კომუნიკაცია და თანაარსებობა თავიანთ, ასე ვთქვათ, თემში, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ენისა და მეტყველების თერაპევტმა უნდა აიღოს პრიორიტეტული საჭიროება ჯერ კომუნიკაცია სოციალიზაციისთვის და მერე უკვე ფაქტობრივად სწავლისთვის, ხო? იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ ბავშვები ასე ვთქვათ, ან ორივე ერთდროულად, რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო ვერსია, ხო? ასევე, ანუ ენისა და მეტყველების თერაპევტი მინდა აქვე ვახსენო, რომ არავითარ შემთხვევაში არ აფასებს დიაგნოსტირების მიზნით, სკოლის ენისა და მეტყველების თერაპევტს გულისხმობ, ანუ სკოლის ენისა და მეტყველების თერაპევტი დიაგნოზს არ სვამს. უბრალოდ აფასებს ბავშვის პრიორიტეტულ საჭიროებას, ხო? სხვებთან ერთად გეგმავს ინტერვენციას, აი როგორც სპეცპედაგოგები წერენ ინტერვენციის გეგმას, ისე იღებს ენისა და მეტყველების თერაპევტიც ინტერვენციის გეგმას, მიზანს, ასე ვთქვათ, მე ახორციელებს ამ მიზანს, აწარმოებს ბავშვის პორტფოლიოს, რომ მაგალითად სემესტრის დასაწყისში რა შეეძლო ბავშვს და სემესტრის ბოლოს რა შეუძლია და ერთი განსხვავება რაც გვაქვს ხოლმე ფაქტობრივად სპეცპედაგოგებისგან, ხო, სკოლის ენისა და მეტყველების თერაპევტებს, ეს არის რომ ჩვენი პორტფოლიო ხშირად მოიცავს ვიდეო ან აუდიო მასალებს, ხო? თუ წერილობით კომუნიკაციაზე არ მუშაობთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ თუ მუშაობ თანატოლებთან კომუნიკაციაზე და სოციალიზაციაზე, იმისათვის რომ ეს მარტო ჩემი ნარატიული აღწერა სუბიექტური, რაც უნდა ობიექტური აღწერა იყოს, ხო? არ იყოს და იყოს ფაქტებიც, ხო? ამისათვის მე წინასწარ ვიღებ ხოლმე მშობლისგან ნებართვას და მხოლოდ ბავშვის პორტფოლიოსთვის, ხო? იმისათვის რომ ბავშვის პროგრესი ვაჩვენო რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აი იმისთვის ვიღებ და ვინახავ ვიდეოებს ხოლმე, რითიც ვადასტურებ, რომ ბავშვი ეს დასაწყისში ეს უნარები არ ქონდა, ეხლა ეს უნარები აქვს, ხო? და როგორ პროგრესირდა, ხო?
ასევე ესწრება ენისა და მეტყველების თერაპევტი აუცილებლად ისგ ჯგუფის შეხვედრებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ აძლიერებს მოსწავლეს ბუნებრივ გარემოში. თუ მოსწავლეს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ხო? მაგალითად თუ კვირაში გამოყავს ორჯერ, მნიშვნელოვანია რომ ერთი გამოყავს ორჯერ რესურს ოთახში გულისხმობ, ხო? და ინდივიდუალურად მუშაობს ბავშვთან, მნიშვნელოვანია რომ კვირაში ერთხელ გამოიყვანოს და თუნდაც ის უნარები, რაც ინდივიდუალურად არის საჭირო, რომ დაასწავლოს, ხო? დაასწავლოს რესურს ოთახში, მაგრამ მეორე, ასე ვთქვათ, შეხვედრა, ხო, პირობითად ვამბობ, აუცილებლად განახორციელოს იმ ბუნებრივ გარემოში, ანუ ბავშვს თანატოლებთან გაყვეს, თუნდაც მაგალითად ბავშვს თუ დერეფანში უჭირს თანატოლებთან ინტერაქცია, ხო? ეს თანატოლებთან ინტერაქცია ყოველთვის და მუდმივად რესურს ოთახში კი არ ასწავლოს, არამედ მივიდეს ბავშვთან დერეფანში და იქ იყოს შუამავალი ხიდი ბავშვსა და თანატოლებს შორის, ასე ვთქვათ, ინტერაქციაში, ხო? კი ბატონო. ასევე რაც მნიშვნელოვანია, მშობლების გაძლიერება, მასწავლებლების გაძლიერება, ხო? ადვოკატირების გაწევა ბავშვის საჭიროებებზე. ან ძირითადად შეიძლება დაჭირდეს სკოლის ადმინისტრაცია, ან შეიძლება დაჭირდეს მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროსთან, ხო? იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ ბავშვს უჭირდება აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის რომელიმე ფორმა, მაგალითად Big Mac ან Quick Talker-ის დაფინანსება, მნიშვნელოვანია რომ მოითხოვონ დაფინანსება ხოლმე ესე ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტროდან, ხო? და შესაბამისად მშობელს ვინ უნდა დაეხმაროს და სკოლის დირექციას, ეს არის ზუსტად ენისა და მეტყველების თერაპევტი. და რაც თავარია, ძალიან დიდი мотиваცია, ასე ვთქვათ, მაქვს, რომ ვურჩიო ჩვენს კოლეგებს, რომ მონაწილეობა მიიღოთ კვლევებში. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არსებობს კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსი, ხშირად მაგისტრანტები, რომლებიც უკვე დამამთავრებელ საფეხურზე არიან, ატარებენ ხოლმე კვლევებს. და თუ კვლევები, ასე ვთქვათ, სტარდება სასკოლო ასაკზე, ხო, სასკოლო ასაკის მოსწავლეებზე ან სპეციალისტებზე, ძალიან გთხოვთ, რომ მიიღებთ ხოლმე მონაწილეობა. რატო? იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს უფრო გაამდიდრებს, გამრავალფეროვნებს, როგორც თქვენს უნარებს და ცოდნას, ასევე, ასე ვთქვათ, ქართველი ბავშვების ან ქართულ ბავშვებში კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების შესახებ ცოდნას, ხო? და რეკომენდაციები, რაც მინდა რომ მოგცეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად მთლიანი შეხვედრის განმავლობაში ნელ-ნელა გაწვდით რეკომენდაციებს, მაგრამ შემაჯამებელი რეკომენდაციები, რაც მინდა რომ მოგცეთ, ეს არის რომ კიდევ ერთხელ გაიცნოთ ლიტერატურას, ხო? განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ კომუნიკაციის უნარებზე, აუცილებლად გაეცანით ორ მხრივ, ხო? საკომუნიკაციო უნარებს სოციალიზაციისთვის, ხო? და როგორც ინსტრუმენტს ადამიანთან ურთიერთობისთვის და ასევე როგორც ინსტრუმენტს სწავლისთვის და ენობრივი უნარების მიმართულებით თუ გაეცნობით, აუცილებლად გაეცანით ისეთ ლიტერატურას, რომელიც ადასტურებს და ან განიხილავს კავშირს ენობრივ უნარებს, სწავლასა და წიგნიერების უნარებს შორის, ხო? ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ფუნქციონირებისას თუ ბავშვს ზრდით, ხო, მშობელი ხართ, სპეცპედაგოგი ხართ, თუ ენისა და მეტყველების თერაპევტი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა. უნდა გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვს აქვს კომუნიკაციის ენისა და მეტყველების სირთულეები, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი როლი გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ხართ მისი სათქმელის წარმომქმნელები, ხო? უკვე მეცნამ დამება ენა, ასე რომ ვთქვათ, თქვენ ხართ მის ბავშვის ხმის გამაძლიერებელი. ანუ მისი სათქმელი რომ გაჟღერდეს, თქვენ ხართ შუამავალი. ამიტომ გახსოვდეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვს აქვს სათქმელი, უბრალოდ თუ ვერ გამოთქვამს, ამაში გარემოს დიდი წვლილია და გარემოში უნდა შევძლოთ ჩვენ, რომ ბავშვს მიცეთ კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმა. აი კომუნიკაციის ალტერნატიულ ფორმაზეც ვიტყვი და უკვე შეჯამებისკენ წავალ და მე კითხვებსაც უპასუხებ. ეს არის რომ ადრე იყო, რომ რაღაცა ესეთი მოსაზრება, რომ ბავშვს უნდა ქონოდა რაღაცა გარკვეული უნარები, პრერეკვიზიტებს, რასაც ვეძახით, რომ კომუნიკაციის დამხმარე საშუალებები ჩაგვერთო, ხო? მაგალითად, როგორც არის ტექსი თუ და ეს ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. დღესდღეობით კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები, ანუ კომუნიკაციის დამხმარე საშუალებები იმდენად განვითარებულია, რომ აბსოლუტურად ყველა უნარის ბავშვისთვის, ხო? მოიძებნება რაღაცა საიდანაც შეგვიძლია რომ დავიწყოთ. ანუ კითხვა თუ გაქვთ ესეთი რომ როგორ მიხვდე რომელი და კომუნიკაცია, ანუ არის თუ არა ის უნარები, რაც უნდა ჰქონდეს ბავშვს იმისათვის რომ მიიღოს კომუნიკაციის რომელიმე დამხმარე საშუალება, პასუხი არის არა.
ანუ წინასწარ სავალდებულო უნარის, განვითარებული უნარის ქონა არ არის სავალდებულო, იმიტომ რომ გვაქვს შემთხვევები და წარმატებული кейსები, როდესაც ბავშვს აქვს ტეტრაპლეგია, აბსოლუტურად ვერ მოძრაობს, მხოლოდ თვალებს ამოძრაობს, ხო, მზერის მართვა შეუძლია და ამ შემთხვევაში თვალით მართვადი ტექნოლოგიები გვაქვს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს სრული, ანუ პირის აპარატს არ იყენებს სამეტყველს, მაგრამ რეცეპტული ენა და ექსპრესული ენა შესანიშნავად აქვს განვითარებული, ამ დროს ვიყენებთ აი გამხმოვანებლებს, ხო, მეტყველების წარმოქმნელ მოწყობილობებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა რომ გახსოვდეთ, ის რომ თქვენ რომ მუშაობთ მოსწავლეებთან, არ ჩათვალოთ და არ იფიქროთ რომ მხოლოდ ის 45 წუთი იყო კვირაში და მხოლოდ ბავშვთან იმუშავეთ. აი თქვენ ორჯერ 45 წუთიანი მუშაობით აუმჯობესებთ და ხელს უწყობთ ბავშვის ყოველდღიურობას და განსაკუთრებით ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესებასთან ერთად თქვენ მხარს უჭერთ ოჯახს, ხო? ანუ ერთი ბავშვის დახმარებით აძლიერებთ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ადამიანს მის უკან. და რაც მნიშვნელოვანი რაც არის, თუ გჭირდებათ მხარდაჭერა, ხო? ერთი ის არის რომ გკითხეთ თქვენს კოლეგას და თუ სკოლაში მუშაობთ და შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ეს არის რომ თქვენ დირექტორს თხოვოთ რომ გამოაგზავნოს ეფლოუზე წერილი მანდატური სამსახურში და მოითხოვოთ სპეციალიზირებული საკონსულტაციო მომსახურება კომუნიკაციის ენისა და მეტყველების დარღვევების მიმართულებით და თუ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურ кейსზე გაგიწევთ კონსულტაციას, ხო? ალბათ აი ეს უკვე ძალიან კომპლექსური საკომუნიკაციო საჭიროებები ვისაც აქვს იმ ბავშვზე, აი მაგალითად ბავშვი როცა ვერ მეტყველებს, ხო? ან რამდენიმე სიტყვას ამბობს და ასე შემდეგ, ხო? და რთულია მისი, ასე ვთქვათ, მისი სათქმელის უჭერს მისი სათქმელის გადმოცემა ან ვერ იგებს ჩვენს ნათქვამს, ხო? აი ეს იყო სულ რაც მინდოდა რომ მეთქვა, იმედი მაქვს რომ ვაიმე ცოტა დროს გადავაჭარბე, იმედი მაქვს რომ მომიტევებთ და იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო. მადლობა, სოფო, ესეთი ერთი ამოსუნთქვით ჩატარებული პრეზენტაციისთვის